მოგესალმებით თქვენ უყურებთ GeoTeam-ის YouTube-ს და უყურებთ მორიგი ეპიზოდს ქართული ფეხბურთის შესახებ. ჩვენს უკან კიბეებია, საიდანაც პირდაპირ ხარ პუშკაშ არენაზე ადგილზე, საიდანაც ჩვენ უნდა ვუყუროთ ჩემპიონთა ლიგის ფინალს ხუჩა კვარაცხელიას PSG არსენალის წინააღმდეგ. ისტორიის დაწერასთან ახლოს ვართ, რომ ხუჩა კვარაცხელიამ ზედიზედ მეორე მოიგოს ჩემპიონთა ლიგა. მანამ სანამ დაიწყებთ ამ ვიდეოს ყურებას, ვთქვათ გამოიწეროთ GeoTeam-ის YouTube არხი, მოიწონო ეს ვიდეო და ჩაუჯექი GeoTeam ბუდაპეშტში ჩემპიონთა ლიგის ფინალზე წავედი. ახლა მოვედით ფანების შეკრების ადგილზე. Our Heroes Square გმირთა მოედანი. სადაც იქნებიან როგორც PSG-ს, ასევე არსენალის ფანები. შევაჩინოთ ახლა რა სიტუაცია, შაშაც იყოს გავსი ადგილი, სადაც შეიძლება გუშუალოდ ფინალამდე განწყობის შექმნა. შევიდეთ და ვნახოთ რა გარემოდა გვხვდება იქ. The feeling is very good, atmosphere is good, the beer is nice, and let's go Gunners, let's go. The whole attack of PSG is very good. Dembele, Kvaratskhelia, Desiree it was a very difficult match for the Gunners. I want 2-0 for Arsenal, for the Gunners. We come from Granada. We are Real Madrid supporters. Okay. We got the flights when we thought that Real Madrid will be here tonight. Okay. Tonight, we hope that Arsenal will beat. Very good players. A small country, but very, very good players. And we hope to be in first division maybe next year. Not possible to this year, but next year it will be possible, I think. And Georgian guys, very, very good. Eu adoro futebol para mim é tudo. Qualquer oportunidade que eu tenha de estar aonde o futebol está, eu vou estar. É a terceira Champions League que eu participo e que venha muito mais Champions Leagues que eu estarei em todas. Copa do Mundo também. Nos vemos nos Estados Unidos. I love you, Georgia. ძალიან ბევრი ქართველია ჩამოსული. sagulshevas grot დღეს და ახლა ჩვენ მივდივართ მის ერთ-ერთ ყოფილ თანაგუნდელთან შესახვედრად. ჯაბაჯიღა უსმახავთ, რომელიც ბუდაპეშტშია, როგორც გავიგეთ და იმედი რომ საინტერესო რაღაცებს მოგვიყვება. ჯაბა და კვარა ერთად იყვნენ როგორც საქართველოს ნაკრებში თანაგუნდელები, ასევე ბათუმის დინამოში და ოჯახით არის ჩამოსული ეს ხუჩა sagulshevas გიროთ. წავედი და შევხვდეთ ჯაბას. დიდ ადგილას ვარ დიდ თამაშზე ხუჩა კვარაცხელია ზედიზედ მეორე უმიზნებს ჩემპიონთა ლიგის მოგება ზედიზედ მეორე ჩემპიონთა ლიგის ფინალში მე არ კითხავ როგორც ჯერ თანაგუნდელზე როგორც ერთი ქართველისთვის ეს დღე შეთვის რას ნიშნავს ნამდვილად მთელი საქართველოს ვამაყობთ ხუჩათი ის რომ მან მოახერხა და ქვეყნის საზღვრებს გარეთ გაიტანა ჩვენი ქართული დროშა, ქართული სახელი. დღესაც შეძლებს ხუჩა კვარაცხელია მეორე ჩემპიონთა ლიგის მოგებას, გაიხარებს, გაგვახარებს თო ქვეყანას. ესეც უნიკალური შანსია მისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. და ყველანი ბედნიერები ვართ იმით, რომ მადლობა გმირს ყველა აქ ვართ და ერთად უბულშემატკივრებთ ხუჩა კვარაცხელიას დღეს. რაღაც საინტერესო ხედი გვაქვს განსხვავებული და უნდა გამოუწყდე რომ ბავშვობიდან ეშფაგის ბობლის მეშინდა ხარ შიშ ძლევთ ან აი მაგით ოქწერი ხარ აქ რომ ყურადღება გავფანტო და გადავიტანო ყურადღება სხვა რაღაცებს ძალიან დიდი თამაშია ხე წნეხი ვახსენდა შიში და რაღაც წნეხი ფეხბურთს ახლავს ძალიან დიდი თამაშებს მაგრამ ვერ ვიტყვით იგივე ხუჩა კვარაცხელიაზე რომელსაც ესე რომ თქვა პირიქით ესე დიდი თამაშები გონი სიამოვნებს უფრო და აი როგორც ხე თანაგუნდოა რომ მითხრა ნაკრებში ერთად იყავით ბათუმის დინამოში ერთად იყავით და ხუჩა იგებს ხუჩა კი, აღარა. როგორც თანაგუნდელი, აი როგორ უმკლავდებოდა ამ წნეხს, რომელიც აი ბათუმის დინამოზე რო ვსაუბრობთ, ნაკრებში ხარ ალბათ ყველა თამაშის წინ წნეხია, ნაკრების თამაში თამაშია, როგორ ჩემი აზრით ხუჩასთვის წნეხი არ არსებობს. ყველა დარწმუნდა ამაში.
რომ თამაშიდან თამაშამდე უმატებს და პირიქით ასეთი თამაშები, ასე რომ ვთქვათ, ასეთი თამაშების თამაში მან იცის, როგორ ითამაშოს, ფსიქოლოგიურად, მენტალურად როგორ მოემზადოს. როგორ ემზადება ესეთ თამაშების წინ? გასახდელში რაც ნანახი ყავს. ნუ, ერთხელ მითხრა რომ აი pitch check საერთოდ არ გავდივარ, იმიტომ რომ უკვე სტადიონზე მივიდივარ, იქიდან ვიწყებ მზადებასო და როდესაც ძალიან focused on locked in-ია. ნუ ისე როგორც ყველა ფეხბურთელს ყარასაც საკუთარი ესეთი დავარქოთ ტრადიცია აქვს, თუ რიტუალი აქვს თამაშის წინ. ნუ ერთი რა შემიძლია ვთქვა ხუჩაზე, რომ ძალიან დიდი პროფესიონალია. ძალიან კარგად იცის როგორ ხედავს მოვარო საკუთარ თავს და მოემზადოს თვითონ თამაშისთვის და ვფიქრობ რომ მან ეს დაიმსახურა დღეს რაც აქვს დაიმსახურა ის რომ მეორე ჩემპიონთა ლიგის ფინალს თამაშობს და ვფიქრობ რომ კიდევ უფრო მეც იმსახურებს და დიდი იმედი მაქვს რომ წელს ოქროს ბურთსაც მოიგებს რა ოქროს ბურთი ახსენე და საუბრობთ ქართველზე და არათუ ქართული ოქროს ბურთის სიაში საუბრობთ ქართველზე როგორც პოტენციურ როგორც ბურთის გამარჯვებულზე. რის ხარჯზე მიაღწია ამ ყველაფერს და რის ხარჯზე დაიმსახურა და მოგწა ის ბედნიერება ქართველებს რომ აი ამ ყველაფრის მონაწილეები ვიყო. ჩემი აზრით თავისი შრომით, მენტალობით, რწმენით და სიყვარულით საკუთარი საქმისადმი მან დაიმსახურა და ღმერთი რასაც აძლევს, რა თქმა უნდა, ყველაფერს იმსახურებს ყარა და უფრო მეცაც იმსახურებს ჩემი აზრით. იმიტომ რომ ფეხბურთელთან ერთად საოცარი ადამიანია. ეს ყველაფერი ქმნის სინთეზს უკვე შემდეგ რომ ღმერთი ამ ყველაფერს უფასებს და რაც გააჩნია და ის რომ დღეს თუნდაც ჩემპიონთა ლიგის უკვე მეორე ფინალს თამაშობს, იმედი გვაქვს ყველას რომ დღეს ჩვენ სასარგებლოდ, ყარა სასარგებლოდ დასრულდება მატჩი და გაიხარებს. აღარ გველოდება წინ. ჩემს გოლსაც გაიტანს და ასისტსაც გააკეთებს. ჩავიხჩოთ ვაში ხმა, ჩავიხლიჩოთ დღეს ყველილით. მზად ხარ? მზად ვარ. ყარა. თამაშობენ სულ ცოტა დრო რჩება ლეგენდაურ ხო ეგ ლოგიკურად ყოველთვის ეგრეა ხოლმე და არ ჩვენოთ გამონაკლისი ზედიზედ მეორე ხუჩა კვარაცხელია უმიზებს ზედიზედ მეორე ჩემპიონთა ლიგას მე მგონი არა მარტო ჩემპიონთა ლიგას მე მგონი ოქროს ბურთსაც ღერთით როგორი თამაშის მოლოდინი გაქვს შოთა შარშან იყო 5-0 სრული დომინაცია PSG-ში, წელს PSG კიდევ უფრო გამოცდილი გუნდია, ხდება პრემიერ ლიგის ჩემპიონ არსენალს. როგორ თამაშობს? იცი რა, უფრო მაინც ყოველთვის ამ გასაგებია რომ ფინალია და ორი სრულებით განსხვავებული გუნდი ეთამაშება ერთმანეთს. და პლუს აი მაინც მახსენდება შარშანდელი ფინალი, როცა იქაც იდეაში ორი ძალიან მთლიანად განსხვავებული გუნდი, ტაქტიკა, სტილი, თამაშის და ასე შემდეგ ეთამაშებოდა, მაგრამ მაინც ამ შემთხვევაში სულ იმას ვფიქრობ, ვინ როგორი გზა გაიარა და რა გზა გაიარეს. Thank you sir. რა გზა გაიარეს ფინალამდე. და აი რომ უყურებ ორივეს, ვინ დაამარცხა და რა გზით მოვიდნენ ფინალამდე. აი ეს ცოტა ნერვიულობაც ხო შესაბამისად იკლებს, რა თქმა უნდა ფეხბურთია, რა თქმა უნდა თამაში, მაგრამ აი რატომღაც არ ვიცი მგონია რომ აი ძალიან ისეთი თამაში, არა ისეთი თამაში იქნება, როგორ თამაშსაც თამაშობს თვითონ PS-ი, ამას ხელს ვერ შეუშლის. ხო, წაიყვანს ვერ შეუშლის. კი დაუპირისპირებს რა თქმა უნდა იმაში, რაში ძლიერია ის დაცვითი თამაში, სტანდარტები და ასე შემდეგ, მაგრამ იმდენად ვერ შეუშლის ხელს იმაში, რასაც ამათ თამაში და ამათ სიძლიერია და იქ მერე რა თქმა უნდა ეხა შეიძლება მეკარებად ძალიან მაგრად ითამაშოს, შეიძლება დაარტყა და ძელს მოხდეს, შიგნით შევიდეს, გამოვარდეს, ამ შემთხვევაში ეს უკვე რა თქმა უნდა იმ წუთას ის დღე არის და ის შანსი რაც შენ გეძლევა. შესაბამისად თვითონ სცენას რაც შენ მკითხე, უფრო ესეთ თამაშს ველოდები რომ ესე თამაშობს თავის თამაშს, არსენალი თამაშობს თავის თამაშს. ამ შემთხვევაში არსენალი კი არა აკონტროლებს ყველაფერს
PSG ქმნის მომენტებს და ისინი აი შიგადაშიგ რაღაც სტანდარტულიდან და ასე შემდეგ უფრო მეტი მომენტი შეიძლება აქედან შეიქმნას. ხუჭა კვარცხელია ჩამოყალიბდა დიდი მაჩების ფეხბურთელად, ადამიანი როდესაც ნერვი არ უტოქდება თამაშების დროს. მატარა თამაშებზე ასერთი ვერ გაიგე. არა, ძალიან დიდ მაგარი სტატისტიკა არის. აი როგორც ფეხბურთელისთვის რამდენად მარტივად სამართავია ფსიქოლოგიურად ეგ საიდან გამომუშავდება? არ მგონია რომ რაღაც განსაკუთრებული კონცენტრაციას აი ამობს დილას იდგება რომ ეს რომელი თამაშია მაგარი აუ მაშინ მოდი ესე გავაკეთოთ ეს არის თვითონ ეს როცა ამ ხარისხზე და ამაზე საუბრობთ დონეს საუბრობთ ეს ავტომატურად ხდება და როგორც კი გამოდიხარ და ბუცებს რო ჩაიცმევ იცი რომ ეს თამაში შენი თამაშია უნდა ითამაშო ისე როგორც უნდა ითამაშო და ისე როგორც ყველა ელის ამას ხო ოჯახის წევრები გულშემატკივრები ვიღაცას რო ძალიან უყვარხარ შენი კლასელები ძმები და ასე შემდეგ კი არა სოფლიო რომელსაც ელოდება დღეს ხუჭას თამაშს მე მგონი ეს მასში დევს და ალბათ პირველი თვითონ ელოდებოდა ამ ყველაფერს ხო ვიდრე სხვას დააჯერებ შენ თავი უნდა დააჯერო შესაბამისად არ მგონია რომ აქ რაღაც განსხვავება მისი მიდგომა ან დღეები უბრალოდ შეიძლება გუნდიც მთლიანად ესია ხო ყოველთვის რა ერთი მთლიანია და თვითონაც ყველას ამდენი წარმატების შემდეგ ეს უფრო უკეთ გამოსდით ვიდრე დაუშვათ ის თამაში რომელსაც შეიძლება რომ აი ნახევარმა გუნდმა დაისვენოს ხო იცი რაღაცა ნუ ეს როტაცია რო ხდება და რაღაცა გაგეპაროს რა ოდნავ რა ხუჭა და ოქროს ბურთი წინ ერთხელ უბედობა რომ სოფლიოს წელს დაემთხვა ყველაფერი თუ მაინც გააქვს იმედი რომ შეიძლება წამოვიდეს არ მგონი აი რომ ხანდახან ვითვლი ხოლმე რომ აი ვინ შეიძლება იქ ესე მაგრად ითამაშოს და რა ნაკრებმა ხო ხლათ ესეთ ინგლისის ნაკრებმა უნდა ითამაშოს რომ დაუშვათ აი კეინს კონდეს უფრო დიდი შანსი ну აი პორტუგალიამაც ალბათ უნდა მოიგოს ხო და იქ 1-2 კაცი საფრანგეთმაც დაუშვათ 2-3 კაცმა შეიძლება ამოვარდეს არ თვლი რომ აი ვინისიუს და კიდევ ვიღაც სხვა სააკამხელო ხა მესიზე გასაგებია მესის არა უნდა მოიგოს რომ ეგ მიცენ ეგ პრიზი და ქართველებს მე მგონი ერთადერთი რაც აქვს არა ხო აი ისეთმა უნდა მოიგოს ხო და გერმანელმა ნებისმიერმა მაგალითად შესაბამისად აი ამალმა რომ მოიგოს ეს იქნება თუ ესპანეთი მოიგებს იქ ხო დაუშვათ ხო აი რაღაც ესეთ ამიტომ მე მაინც უფრო ვფიქრობ რომ და არ მგონია რომ ეს ამ წლის აი ის იქნება რა ქვია მაგინდა თუ არა რა აი მე მგონი რომ ის кайსად 4 წელი აღარ იქნება რა ქვია სოფლიო ჩემპიონატი და რაც თავარია რომ ამხელა განაცხადია მთავარი იქ მოხვედრა მთავარი სამკაცი ორ კაცი ერთ კაცი და მე ხო მე მგონი რომ ყოველწლიურად აუმჯობესებს აუცილებლად ხო ერთადერთი ის დაგვრჩა რა პრინციპში რომ დაიწყო ქართული ისტორია ქართული ფეხბურთის ისტორია საბჭოთა კავშირთან ერთად და ცალკეც ერთი დიდი რაც გვაკლია არის ოქროს ბურთი, ოქროს ბურთი აქვს, ჩემპიონთა ლიგები არის, მსოფლიო გუნდური ჩემპიონები ვართ, UEFA გვაქვს, ის გვაქვს და ასე შემდეგ და არ გვაქვს. იმედი რომ ჩამოგვიტანს ყარა ოქროს ბურთი საქართველოს. მე მგონი რომ აუცილებლად ხო და ეს უკვე შეკრავს ამ თელ ქართული ფეხბურთის ამხელა ისტორიას და წარმატებას წერტილს კი არ დაუსვავს პირიქით უფრო მრავალ წერტილს დასვავს და უფრო მეც და მეც და გააგრძელებინებს რა მე აგერ დღეს მისმა ძმამ ვითამაშა ძალიან მაგრად დინამოს თამაშს უყურებდით ეხლა მომენტებს უყურებდით და ეს ხო იმის კიდევ ერთი ნიშანია რომ ეს არ თავდება და ეს გენი უნდა გაგრძელდეს ქართული ფეხბურთი უნდა გაგრძელდეს და წარმატებას მიაღწიოს წარმატებას უსურვებთ კვარას იმედია რომ ვისიამოვნებთ PSG-ს თამაშის კვარას მაგიური თამაშით და იმედი რომ სადღაც 4 საათში უკვე ძალიან ბედნიერები. შემოვედით.
მატჩი დაიწყო არსენალისთვის ძალიან კარგად, მე-7 წუთზე კაი ჰავერცის, მე-6 წუთზე კაი ჰავერცის გოლით გაწინაურდნენ ლონდონელები. სწრაფი გოლი, ძალიან დიდი უპირატესობა არსენალისთვის, თუმცა ნახოთ რას დაუპირისპირებს ენრიკეს გუნდი ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა ამისთვის იქნებოდნენ პარიზელები მომზადებულნი, ახლა გვჭირდება ანგარიშის გათანაბრება, რაც შეიძლება მალე. მატჩის 39 წუთია და არსენალი ძალიან კარგად აკონტროლებს სიტუაციას, დაცვაში PSG-ს კარისკენ დარტყმაც კი არა აქვს, როგორც ჩანს. ბრიტანელებს ძალიან დაეხმარა სწრაფი გოლი. პირველი ტაიმი და ყველა მომენტზე დრო გაყავთ. აუტის ჩაწოდების დროსაც კი დრო გაყავთ. საჭირო ამდენჯერმე მიცამაც შენიშნა. სასიცოცხლოდ აი ძალიან გვჭირდება ანგარიშის გათანაბრება და თუ ეს პირველ ტაიმში მოხდება, იქნება ძალიან დიდი ბუსტი ძალა PSG-სთვის. 5 წუთია დარჩენილი 6 წუთი პირველი ტაიმის დასრულებამდე. თუმცა გოლი დაემატება დროს აფონოვი იწვა 1-2-3 წუთი მოედანზე. ნახოთ რამდენს დაამატებს საჭი. პირველი ტაიმი დასრულებულია PSG-სა და არსენალს შორის 0-1 ლონდონელთა სასარგებლოდ. არსენალს ძალიან დაეხმარა პირველი ტაიმის კონტროლში.
სწრაფი გოლი, იმედია შესრულებაზე მოგქონს ლუის ენრიკე გუნდს და უკეთეს მეორე ნახევარს ვიხილავთ. შეგასაერთო რომ ჩვენი არხის წამდგენია კომპანია აჭარაბეთი, რომელიც გვეხმარება რომ განვითარდეთ და მადლობა მათ ჩვენი გვერდში დგომისთვის. ახლა კი წამოდით და ნახოთ რა გოლდება მეორე ტაიმში. იმედია ბევრად უკეთესი იქნება PSG, იქნება კარში დარტყმა, იმიტომ რომ კარში დარტყმა რა აქვს PSG-ს და აუცილებლად გჭირდება ბევრი მცდელობა და PSG-ს შემტევების და ყველა ფეხბურთელის უკეთესად თამაში. ისე პაღი, let's go. თამაში პირველი კარის ჩარჩოში დარტყმა ქონდა PSG-ს 57 წუთზე ჰაკიმის საჯარიმო დარტყმა, რომელიც არც სახიფათო იყო, მარტივად დაიუფლა ხელებში დავიდრა ამ დარტყმას. ეს დარტყმა ალბათ მალე მიმართავს სულებებს, რადგან 58 წუთია და ჯერჯერობით არაფერი არ გამოსდით სამწუხაროდ. არსენალი ძალიან კარგად დგას დაცვაში. სამწუხაროდ 93 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ დატოვა მოედანი, მის მაგალითად ჩაერთო თამაში ბრედლი ბარკოლა, ყვარამ თავისთვის მოითხოვა ცვლილება, რადგან ფეხმა შეაწუხა, გადაკრული ქონდა ფეხზე, როგორც ჩანს დაიზიანა, მატჩის შემდეგ უფრო მეტი გვეწოდინება. 94 წუთი დაიწყო 1-1-ია, კვარას მოყვებული პენალტი დემბელემ გაათანა ანგარიში და იმედია რომ ძირითად დროშიც მოიგებს PSG-ს, თუ არა და ეს თამაში აუცილებლად მოსაგებია. ძალიან სანერვიულო დამატებითი დრო იწყება, 2-5 წუთიანი ტაიმი. კვარას გარეშე, კვარამ თვითონ მოითხოვა, შეცვლა კიდევ ერთხელ ვამბობთ. პირველ ტაიმის მიწურულს, თამაშის მიწურულს ქონდა ორი კარგი შანსი ბარკოლას, თუმცა კარგად ვერ დააფინიშა. იმედია პენალტების სერიამდე არ მივა საქმე და ისე მოიგებს PSG-ს, ვნახოთ როგორი 2-5 წუთიანი ტაიმი გველოდება წინ.
მატჩი ძირითადი კი არა და მთლიანად დამატებითი დროს დასრულებულია. 120 წუთი ფრე 1-1, ეს ერთი გოლის PSG-მ ყველას მოპოვებული პენალტი გაიტანა, იწყება ყველაზე სანერვიულო პენალტების სერია. Bravo Due!
ესეც ასე მეგობრებო, ჩვენი ვლოგი ბუდაპეშტიდან დასრულებულია. იგი ვოცავთ ყველას ყვარას ეძებ მეორე ჩემპიონობას, ვოცავ ყვარას ამ მოცემების ახდენას, რომელზეც 2022 წელს ჯეოთიმის ვიდეოში საუბრობდით. ნაკრებთან გავიდა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფიდან, ზეიზიდა ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. მადლობა ჰაინეკენს, რომ ევროტურნირებზე ჩვენი ვლოგების წამდგენია, ჩვენს გვერდშიც არიან. იმედია ისიამოვნეთ ამ ვლოგით. გთხოვთ მოიწონოთ ეს ვიდეო, გამოიწეროთ ჯეოთიმის არხი და დატოვოთ კომენტარები, მიულოცოთ ყვარას ჩემპიონთა ლიგის მოგება და დაგვიწერეთ კომენტარებში, ფიქრობთ რომ ხუჩა უნდა გახდეს ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი. მადლობა და მომავალ შეხვედრამდე სანაკრებო ვლოგებით დაგიბრუნდებით.